მოგესალმებით, თვითფასო მეგობრებო, გთავაზობთ ისმაილ პერეზის შემდეგ ვიდეოს, სადაც იწყება EBS-ზე, პროგრამა Starlink-ზე, ტრიბუნალებზე და სხვა რაღაცებზე. ეს მე მოვამზადე ინტერნეტის გათიშვამდე, მაგრამ ვტვირთავ მხოლოდ ახლა. უბრალოდ დავწერე ვიდეო ინტერნეტის გათიშვის შემდეგ. და ჩავთვალე, რომ აქ იმხელა ეს თემა, რომ გადავწყვიტე ჩამეტერა ხმოვანი. რომ გაგეგოთ. მაშ დავიწყოთ. საუკუნის განმავლობაში სამყაროს მართლა წყვილი იყო და ილუზია, მაგრამ ახლა ფარდა იწევა საიდუმლო ძალები, რომლებიც მანიპულირებდნენ ახდენენ მანიპულირებას კაცობრიობაზე და მათ უმალავდნენ სიმართლეს, დაკარგეს თავიანთი ძალაუფლება. მალე საიდუმლო გახდება ნათელი. 25 წლის 26 მაისი არის დღეს. ისმაილი არის კოსმოსური ანალიტიკოსი. ხო, ეს 26/05/25 არის დღე, როდესაც მან ერთ ვიდეო ჩაწერა. და ისმაილი არის კოსმოსური ანალიტიკოსი. გალაქტიკისა, ავტორია ორი წიგნისა, პირველი მთელი სამყაროს წარმოშობაზეა, პირველი წიგნი, მეორე წიგნი არის საიდუმლო მმართველები და უხილავი არქიტექტორები. მისესი თუ რატო მოიპარეს არჩევნები კანადაში, შედგება იმაში, რომ ეს იყო ნაბიჯი გადადგმული კაბალას მიერ. მათ უნდათ ხელის შეშლა ახმოვობისთვის. ხო, მე არ ვიცოდი კანადაში თუ არჩევნები მოიპარეს. მაგრამ ეს დიდი ხნის ამბავია, მე მგონი. 10 დიდი ხნის, მაგრამ მაინც. და სინამდვილეში პრინცი ჩარლი რომელსაც არ მინდა დავარქვა კლონი, სინამდვილეში კლონი არის. ჩარლი ეს ინგლისის სამეფო ოჯახზე აქვს საუბარი. პრინცი ჩარლი ყოფილა კლონი. კიდევ ერთი კლონი. ჩვენ სამყაროს ის არის კაბალას ბოლო მარიონეტი, რომელიც დარჩა. ზელენსკი დაეცა, ისრაელი დაეცა, მეფე, მაგრამ რატომ ამბობ ზელენსკის რომ დაეცაო? იცით რა, აქანე ისეთი ამბები ხდება, ჩვენ არ ვიცით, ჩვენ ცხოვრობთ სოროში, გამოკეტილ სოროში, ფუტლარში რა, ჩვენ არ ვიცით რა ხდება სამყაროში, ხო? მით უმეტეს საქართველოს მოსახლეობა. საქართველოს მოსახლეობას წარმოქმნას კი არა, რა თამაშები თამაშდება
უკრაინაში რასაც ჩვენ უწოდებთ ომს, ეს ომი კი არა, ეს არის თამაში. და ამ თამაშში შეეწირა ბევრი უდანაშაულო ადამიანი. ვერტმუნეთ. ჩვენ ვართ ყველანი თამაშის მონაწილეები. ხო და რატომ თქვა? რატომ ახსენა ზელენსკი ასე? სხვათა შორის ზელენსკი ნამდვილი რომ გამორდის, ის ნამდვილი ზელენსკი არა, ზელენსკისაც ყავს ორეული. გონი კლონია თუ აცდები. არ ვიცი ზუსტად. ახლა დაბა ვნახოთ რა ახალ ამბებს გვეტყვის კიდევ ჩვენ ისმაილ პერესი. მაპატიეთ. მე პირდაპირ არ თავნი, მე ნაწას კითხულობ და კიდევ გითხარით მე რომ მე მაქვს რუსული სკოლა დამთავრებული. ახლა ეს რომ რუსული ტექსტი იყო, ხელა წავიკითხავდი თავისუფლად. ამიტომ კითხულობ ასე თითქოს და კითხვა არ ვიცოდე. კითხვა როგორ არ ვიცი. კარგი, მოდი დროს დავკარგავ. მეფე ჩარლზ უბრალოდ მალე გადადგება, გადააყენებენ უბრალოდ. საკურველია ისინი დააბრალებენ სიმსივნეს, რომელიც თითქოს ჭირს მეფე ჩარლზს, რომ ავათა ხვალ ოტავაში არ იქნება ცერემონია. ეს არ არის ტრადიციის მიხედვით და არც გვირგვინის საპატიცემულო დღე. ესე იგი ცერემონია არ ყოფილა ტრადიციის და გვირგვინის დადგომის თავზე დადების დღე. ეს ნიშნავს ომის დაწყებას. ფსიქოლოგიური ომის დაწყებას. ხო, კიდევ მინდა გაგარკვიოთ. რაღაც ცერემონია ყოფილა, ტრადიციული ცერემონია გვირგვინის თავზე დადებასთან. და ისმაილ პერესი ამბობს, რომ ეს დღე არის ფსიქოლოგიური ომის დაწყების დღე და მეფე ჩარლზზე არ უნდა გამოვიდეს სიტყვით ამ ცერემონიაზე. ეს უდრის ომის დაწყებას, გეოპოლიტიკური ომის დაწყებას და რასაკურველია, ეს მიმართულია ღრმად ტრამპის მიმართ, რომელიც მისი ინაუგურაციის შემდეგ ებრძვის სიხმსეული მთავრობას მეფე ჩარლზი რომელიც თითქოს მძიმედ არის ავად, მსახიობია და არა ნამდვილი მეფე ჩარლზი. მეფე ჩარლზი ნამდვილი ჩამოაგდეს რამდენიმე წლის უკან ყველასთან ერთად და ამ მეფეს ჩვეულებრივ გარემოში არც კი შეუძლია ლაპარაკი. ატლანტიკის გავლით ის იმისთვის არ ჩამოიყვანეს, რომ შეესრულებინა სამეფო ვალდებულებები, არამედ იმისთვის, რომ ბოლოჯერ ემსახუროს გლობალურ მთავრობას, გლობალისტურ მანქანას. და შემდეგ მას დაემართება უბედური შემთხვევა, მისი გამოსვლა დაგეგმილია 28 მაისს. ეს წარსული თემა უკვე 25 მაისს დიდი ხნის უკან, რამდენი თვის უკან იყო. და მარკო კარნე გამოვა და რა ეს იქნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი. ის და როცა ხალხი
იურიდიკები ერთსახით არიან წარმოდგენილი და რა მოხდება 28 მაისს, როდესაც კარლი ამის შესახებ გამოაცხადებს, ეს იქნება ტრამპის დამცველი ამერიკის იზოლაცია და დემონსტრაცია. კაბალას მიმართ ლოიალობის გამოხატვა და კარნი, რომელიც კანადაში არჩევნები მოიპარა, რომელმაც კანადაში არჩევნები მოიპარა, მას ეწოდება, მას ქვია კარნი. ინგლისის თამაშიაო, რომელიც მიითვისა ბინიტანეტის მონარქია, იმისთვის რომ გაეგზავნა მოტორული სიგნალი და მისი ხელისუფლება არის გაგრძელებელი იმავე ბიტასი, რომელსაც ტრამპი ანადგურებდა იმ მომენტიდან, რაც დაუბრუნდა ხელისუფლებას. კარნი იყო დანიშნული აპრილში, ჩარლზი არ მოხდება. უბრალოდ მას გამოიყვანენ საჯაროდ, რომ ხარი დაუჭირონ სავაჭრო ომს ტრამპის წინააღმდეგ. ისინი ხელს უშლიან ტრამპს შემოიტანოს ოქროს სტანდარტი, ვალუტა. ვალუტა სპეციალური, რომელსაც ეწოდება ოქროს სტანდარტი, რომელიც უკვე დაარღვია მოწოდების ჯაჭვი, რომელსაც აკონტროლებენ კარტელები, რომლებიც არიან დაკავშირებული MBS-თან, ეს ინგლისურ ასოებია EBS. ეს არის მსოფლიო სავალუტო ფონდი. EBS-ი ყოფილა მსოფლიო სავალუტო ფონდი. ბრიტანელი ჩინოვნიკები დაშინებულებია, იმიტომ კი არ დაშინებული, უკაცრავად ბრიტანელი ჩინოვნიკები იმიტომ კი არ არიან დაშინებული, რომ ტრამპი უნდა გამოვიდეს. არამედ იმით არიან დაშინებულები, რომ ტრამპის ნათქვამი გამოიწვევს საჭირო მოქმედებას. ელიტას უნდა გამოიყენოს საკუთარი თავის მიმართ ლოიალობა. მე ვსაუბრობ სამეფო ძალაუფლებაზე, რომელიც ხარს უჭერს მარიონეტულ რეჟიმს კანადაში და კვნეს ავტორიტეტს ამერიკის კანონიერ პრეზიდენტის. ესე იგი, ტრამპის ავტორიტეტს კნენს. კანადას არ აწყობს იყოს კონფლიქტში ამერიკასთან. მათ არ უნდათ ამერიკის ნაწილში იყვნენ. ესე იგი, აპირებენ კანადის მიერთებას ამერიკასთან. მაგრამ ეს არის გლობალური შახმატური დაფა. ტრამპი ხარს უჭერს სრულიად ალიანს. მე ეგ ვერ გაიგეთ, სრული ალიანსი ხომ არსებობს, მე ხო ბევრჯერ მithქვამს, რომ არის ალიანსი, მიწერი ალიანსი და ტრამპი სრულ მხარდაჭერას უკეთებს ამ მიწერ ალიანსს. კირპატრიკის რეჟიმი ამჟამად არის ფლაგმანი გლობალისტური მოძრაობისა. სამხედრო ტრიბუნალებმა დაიწყეს შესწავლა ღალატისა ვაშინგტონში.
ამიტომ, როდესაც ალიანსი სათავეში ტრამპით აძლიერებს თავის ძალას ამერიკაში, კლოკის ხელით გადავიდა კანადაში. კლოკის ხელისუფლება გადავიდა კანადაში. კლოკი ეს არის ის პიროვნება, რომელიც ებრძვის ტრამპს და ალიანსს. და კლოკის ხელისუფლება გადავიდა კანადაში. კანადას უნდა ტრამპის შემდეგ შექმნას თავისი ალიანსი ჩარლზის მონაწილეობით. კანადის სახელმწიფოს უნდა ტრამპი გამოიყენოს და გამოიყვანოს ტრამპი დამნაშავედ, შემოიტანოს каранტინი ტრამპა каранტინი არ დაუშვა, მათ უნდათ ამერიკაში მოახდინონ მთელი ამერიკის იზოლირება, შეანელონ ეკონომიკა ამერიკის. ხო, каранტინი იმიტომ უნდათ ამერიკაში რომ შემოიტანონ, რომ ეკონომიკური სისტემა დაირღვას და განადგურდეს, რომ იაყენონ ზარალი ამერიკის ფინანსურ სისტემას. თუ გახსოვთ რა ამბავი იყო კოვიდის დროს. ბრიტანული ხელისუფლებაში მწიფდება ფარული პანიკა. მთავრობაში ყველა არ უჭერს კაბალას ხარს. ზოგი მათგანი უჭერს ხარს სამხედრო კავშირს სათავეში ტრამპით. ტრამპს ეშინია საპასუხო რეაქციის და ეს რისკი უდიდესია. თუ კარლი წაიკითხავს კირნეის სიტყვას გამოსვლის დროს იმ ფორმით, როგორც არის ის დაწერილი ტრამპის მომხრეები აღიქვამენ ამას როგორც მტრულ მოქმედებას ბრიტანეთის მხრიდან ამერიკის მისამართით. არის შიდა მემორანდუმები, რომლებიც ვრცელდება ბრიტანული სადასვერო არხის მეშვეობით, ვრცელდება დიპლომატიური შედეგების თაობაზე. არის რეალური შიში, რომ ტრამპის არის რეალური შიში, რომ ტრამპი შემოიტანს სანქციებს ან სრულიად გახსნის საიდუმლო ინფორმაციებს სამეფო ოჯახზე, რომელსაც აქვს ღრმა კავშირების სიღრმისეულ სახელმწიფოსთან, რომელშიც შედის საიდუმლო ინვესტიციები და ბავშვებით ვაჭრობა. რასაკვირველია ეს ყველაფერი ჩამარხულია ეს მეპის უკან. ვატიკანიც ინახავდა მათ ამბებს. ტრამპს დღეს ჰქონდა გამოსვლა, სადაც ის აპირებდა უცხოპლანეტელებზე მოყოლას, რადგან ეს დააჩქარებს ინფორმაციის გახსნის პროცესს. საერთაშორისო ტრიბუნალები აპირებენ საჯაროდ გამოაქვეყნონ ნატოს ჯანდაცვის სამხედრო დამნაშავეებზე მონაცემების გამოქვეყნებას. ხვალ იქნება სრულიად გახსნილი მეოთხე ეტაპი სისტემისა Starlink.
ეს იმას ნიშნავს, რომ კანადაში კაბალას მოქმედების გამო მათ შეიძლება გაუჩნდეთ საბაბი აქტივაცია მოახდინონ პროექტის ერთისა. ახლა სტარლინგი იმყოფება მეოთხე ეტაპზე და პირველი 11 სექტემბრიდან 2021 წლის შემდეგ ტრამპი სრულად აკონტროლებს მედიას. ეს არის კარგი ამბები. გლობალისტებმა იციან, რომ მათი მედიური სტრუქტურა ინგრევა. ეს გამოსვლა ბოლო ცდა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქციონ, შეცვალონ ნარატივი და დაცესონ ეჭვები. შემდეგ დარტყმის წინ უნდა პანიკა, არეულობა შემოიტანონ მედიაში, პრესაში. მე მინდა ცოტა მოგიყვეთ ოქროს სტანდარტზე. ანუ მე გითხარით, რომ ეს ვალუტა, რომელიც შემოიტანა ტრამპმა და რომლის სახელწოდება ოქროს სტანდარტი. იმაზე თუ როგორ იქნება ახალი ფინანსური სისტემა. ზოგი ინსაიდერების ნათქვამით ტრამპმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელსაც გამოიყენებენ ფედერალურ სააგენტოებში. ის იძლევა გარანტიას, რომ სამეცნიერო მეთოდები არ გამოიყენებოდეს იქნება სხვა მიზნებისთვის. ბრენდერ ხარკმელს ქონია 2 ნოუთბუკი. ფედერაციულმა აგენტებმა დაიხმარენ მეორე ნოუთბუკის გადამალვაში. მედიაში არა მხოლოდ იგნორირება გაუკეთეს მეორე ნოუთბუქს, არამედ ბევრმა ადამიანმა ვერ შეამჩნია, რომ მან თავისი მეორე ნოუთბუკი დატოვა თავის ფსიქიატრთან. ხანდერი ბაიდენის ნოუთბუკი იყო გადამალული, მაგრამ ნარკოტიკების ბრძოლის გადაფრთხო სააგენტოს შეეძლო ორივე სიამოღება. ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველომ დამალა მეორე ნოუთბუკი, რომელიც ნოუთბუკი იყო კეტი სენალის სეიფში, როდესაც მათ დაეცათ სამმართველოდან. რატომ დატოვა ხანდერმა ნოუთბუკი იქ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია კიტს. დეპარტამენტის დახმარებით და ინფორმაციის მიმართ ცდომა აქვს ახლა ტრამპს. სამთავრობო ჩინოვნიკები დებენ კონტრაქტებს ვაჭრობის გარეშე თავიანთ სპონსორებთან, შემდეგ ხდებიან სუბპოდრядчикები თავიანთ პროექტებში და იღებენ ამისთვის ფულს. ისინი ფაქტიურად პარავენ ყველას. ისინი არც კი მონაწილეობენ ამ პროცესებში. ფული გადაედინება თავრობიდან პადრიჩიკებთან. პადრიჩიკები
უხდი ამ ფულს თავის სუპადრეჩიკებს. ესე იგი მათ ქვევით ვინც დგას თანხა მიედინება თანხა მენეჯერებისა შეადგენს $100 და ისინი უბრალოდ პარავენ ფულს ხალხს. შემდეგ სენატორი მარკო რუბიო ითხოვს პასუხს. კიდევ ერთი ინფორმაცია მაისიდან ჩვეულებრივ ადამიანის ზოგი ჯგუფები იყვნენ მოწვეულები აკაუნტის შესაქმნელად ქვეშში პოლონური ჩარჩოს პროგრამაში. ვინც მეკითხებოდა კევეს მაგათმა მიიღეს ინსტრუქცია ახალი პრილაშენიეს ეს პრილაშენები ხომა ფეისბუქი აპატიეთ ქართულად ახლა არ მიდა შემთხვევით ჩაწერა ხო ახალი ეს ამდაგარი პრილაშენები უნდა გააკეთეს უფრო სწორად და როგორც ინსტაგრამი როგორც ტიკტოკი ხო და ამათ უნდათ გაეკეთებინათ ამდაგვარი ოღონდ ციფრული გადმოსაწყვეტად ციფრული საფულესი ზეტა ვერსიის ქვეშ ეს იყო ნამდვილი საფულეები ციფრული საფულეები გულისხმობა ეს მომხმარებლები უნებლიეთ გაუცნობიერებლად ახდენდნენ ტრანზაქციებს კვანტურ სისტემაში ის უკვე აქტივიზირებულია ხო რამიდან ხა მე თქვენ კვანტურ სისტემასთან დაკავშირებით აგიხსნათ დეტალურად მთელი ფინანსური სისტემა დღევანდელ დღეს არის მიერთებული ინტერნეტთან ანუ ხელოვნურ ინტელექტთან ხო და მომავალი ინტერნეტი იქნება კვანტური ბიოლოგიური კვანტური ინტერნეტი ეს არის ბიოლოგიური ინტერნეტი რომელიც მოვიდა კოსმოსიდან კოსმოსში ხო მატრიცა ბუნებრივი ეს ყველაფერი არის ბიოლოგიურ ინტერნეტთან კვანტურ ინტერნეტთან დაკავშირებული და სატოლებიც რომელიც შემოვა ისინიც არის დაფუძნებული კვანტურ ინტერნეტთან ანუ ეს კვანტური ინტერნეტი ემსახურებოდეს იქნება სიკეთეს ხალხს და ეს თელი სისტემა რაც კი იყო ეს ანგარიშები და ასე შემდეგ ყველა გადავა კვანტურ სისტემაში ხო პარალელურად ახლა არც მე აქწერია თუ არა მე კარგი შემდეგ გავიმეორებ ისმაილ პერესი ამბობს რომ არის უკვე პარალელური სისტემები აწყობილი კვანტურ სისტემაში ისეთივე სისტემები რომელიც არის ანგარიშები და ასე შემდეგ იყო ჩვეულებრივ ინტერნეტით რა ჩვეულებრივ ინტერნეტი ხო გვაქვს ჩვენ ბევრს მე თორა ბევრს აქვს მაგალითად საკრიტო აპარატები ანგარიშები რაღაც ფუნქციებს ასრულებენ ეს ყველაფერი ინტერნეტით ხო მაგრამ აი ეს ყველაფერი არის ასეთივე სისტემა ხო რომ არ დაიკარგოს მონაცემები ჩადებული კვანტურ სისტემაში ანუ კვანტურ ინტერნეტში და როდესაც გაუქმდება ხო ამ ხელოვნურ ინტერნეტზე დაფუძნებული სისტემას აუქმებენ მომავალში და იქნება სრული კვანტური სისტემა სრული კვანტური ინტერნეტი ხო ახლა კი გავაგრძელოთ იყო ჩატარებული სემინარები მოსამზადებლად სადაც ხალხს ასწავლიან თუ როგორ უნდა
სადაც ხალხს ასწავლიდნენ თუ როგორ უნდა ესარგებლად ვალუტებს ამ ვალუტით, ამ მოქრილ სტანდარტით. ზოგმა ბანკმა განაახლა თავისი პროგრამები, რომელიც უნდა მიმართონ განსაზღვრული, სადაც ხო უნდა მოახდინონ განსაზღვრული ტრანზაქციები KVS-ის მეშვეობით. ტესტური ჩართვების შედეგად ვალები ჩამოეწერებოდათ შეუმჩნევლად ანგარიშები ანგარიშებთან და კრედიტებთან დაკავშირებით ეს ყველაფერი ნულდებოდა, ისე იგი ანგარიშები და კრედიტები ნულდებოდა, ვალები ნულდებოდა. 25 მაისიდან გადავედით იძულებით KVS-ის კვანტურ სისტემით სარგებლობას. ისე იგი ამერიკა უკვე გადავიდა კვანტურ სისტემაზე, არა კვანტურ ინტერნეტზე. და სამედიცინო ტექნოლოგიებიც, როგორც მე გითხარით, რომ ვახსენე წინათ, აიპ კოდების კონტროლის ქვეშ არის სამედიცინო ტექნოლოგიები არისო აიპ კოდების კონტროლის ქვეშ. მაპატიეთ რომ იმიტომ მეორდები რომ თქვენ გაიგოთ და ხანდახან ჩემი ნათქვამი კარგად არის მის ვერ გებულობენ ენერგეტიკული ხელმოწერის ენერგეტიკულ ხელმოწერას ითვლის კვანტური კომპიუტერი. სამედიცინო საწოლები იქნება დაკომპლექტებული ჩვენ ტვინის ფუნქციონირებასთან, ტალღებთან, ადამიანს, ესე იგი ადამიანის ტვინი ხო მუშაობს, ყველაფერს აქვს ტალღები, ტვინისაც სიხშირეები უფრო სწორად. ყველა ორგანოებს აქვს სიხშირეები და ტვინსაც აქვს ეს ტალღები. და ეს სამედიცინო საწოლები იქნება დაკავშირებული ჩვენი ტვინის ფუნქციონირებასთან, ანუ ამ ტალღებთან. ეს ტექნოლოგიები თქვენი ტვინის სიხშირეების ეს ტექნოლოგიები თქვენი ტვინის სიხშირეებს დააფიქსირებენ. ხო ეს წარსულ დროში ესაუბარი, რადგან რაც ხდებოდა ყველაფერი, რასაც წერს ისმაილი, ეს ყველაფერი ხდებოდა მან ჩაწერა 25 მაისამდე, მაგრამ მაინც მე ჩავთვალე საჭიროდ ეს თემა თქვენთვის გადმომეცა, მაგრამ რა არის იცით, მეც ხელი შემშელი ფაქტორები მქონდა. მწვავე გასვლით დამემართა, მერე დამემართა მე ივლისში უკვე მზად ქონდა ეს თემა, მერე დამემართა გრიპი არა ვირუსი, რადგან ყონოსო დამეკარგა. დიდი ხანი ავამტყოფობდი გრიპით, ვირუსით უბრალოდ. ამიტომ ბოდიშკი ეხდით. მე საერთოდ ვცდილობ ყველაზე ახალი თემები მოგაწოდოთ, მაგრამ არ გამომივიდა. ახლა ამჟამად მაინც ახალი თემაა ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. ამ კვირას იქნება, ამბობს ისმაილ პერესი, კიდევ ერთი განახლება ალიანსისაგან, ტრამპისაგან, ეგიდის ქვეშ კვანტური განკურნების დირექტივით. ხო, ცოტა აქ მეცნიერული სიტყვებია, მაგრამ არც ისე რთული გასაგები. იქნა ოფიციალურად გაცხადებული და ტვინის ტალღების ვარჯიშები ახლა არის სამედიცინო საწოლთან დაკავშირებული. საქმე იმაშია, რომ მანქანები იმასე მაღალ დონეზე მუშაობენ, ვიდრე ფიზიკური სხეულები. ისინი გამოითვლიან განზრახვებს,
რეზონანსს და ამაზე არის მიზეზი მათ არ უნდათ რომ ეს ტექნოლოგიები ჩაუვარდოთ ხელში ბოროტ ადამიანებს. როგორც ეს იყო ადრე ხომ ეს ტექნოლოგიები ჰქონდა კაბალას, მაგრამ კაბალას ეს ტექნოლოგიები წაართვეს. ისინი იყო შეცვლილი და ახლა უგუნურები და ბოროტები ვერ განიკურნებიან ამ საწოლებით, ამ სამედიცინო ტექნოლოგიებით. ადრე კი კაბალა იყენებდა ამ მეთოდებს საკუთარი თავის განსაკურნავად, მხოლოდ საკუთარი თავის. ისინი ჩვენ ისინი იკურნებიან საწოლებით, ჩვენ კი ქიმიურ წამლებით ჭვიპავენ. ხო და ახლა ეს საწოლები როგორც მეკითხარით, ისია დაპროგრამირებული, რომ ბოროტ ადამიანებს ხელად ცნობს ბოროტ განზრახვებს და ასეთ ადამიანებს არ კურნავს. არა, ვარც არ ეტყვიან ასეთ ადამიანის განკურნავაში, უბრალოდ ამ ადამიანებს მოუწევთ კურნალობა და ეს კურნალობა შეიცავს ამ ადამიანების კეთილ ადამიანებად გადაკეთებას. ძალით კი არა, თავისინებით იმ აიძულებენ ისეთ იმაში ჩააგდებენ, რომ ადამიანი თვითონ გამოსწორდება. ტრამპმა თქვა, რომ მიიღებენ ამ ტექნოლოგიებს საიდუმლო ლაბორატორიებიდან, უკრაინიდან, შვეიცარიიდან, ვაშინგტონიდან. ხო ხედავთ, უკრაინა ახსენეს. კი ამბობდნენ რაღაც ლაბორატორიებია უკრაინაში, მაგრამ მე არ მჯეროდა. უკრაინაში ყოფილა ასეთი ლაბორატორიები, რომლებიც უშვებენ სამედიცინო ტექნოლოგიებს. საკურველი ეს ყველაფერი ფარულად იქნებოდა. ხალხს ხომ არ ეტყოდნენ ადრე. ხალხს საერთოდ ვინ რას ეუბნება, ყველაფერს მალავენ, ხო ხედავთ? ელიტა კურნალობდა საწოლებით, სამედიცინო საწოლებით და ჩვენ ჭვიპავენ. ეს აქ არის მთელი ბიზნესი ფარმაკოლოგიის. ეს ხელსაწყოები ან თუ დანადგარები მუშაობენ ნულოვან წერტილზე. ამ ტექნოლოგიებმა უნდა გაგვანთავისუფლონ ფარმაცევტიული კარტელებისაგან. ანუ გაგვანთავისუფლონ ქიმიური წამლებისაგან, აფთიაკებისაგან. პირველად ისტორიაში ადამიანის ტვინი აღიქვება როგორც გამტარებელი. კვანტური ცოცხალი მოდულები, რომლებიც ჩანერგილია ყოველ აქტიურ სამედიცინო საწოლში, მოქმედებენ ცვლილებებზე. აი, თავარი ცვლილებები, რომლებიც იქნა ჩაწერილი, გაფართოებული სესია ალფა ტალღების პერეკალიბროვკა. ახლა ეს აუცილებელია ყველა დონისთვის. ალფა ტალღები პასუხობენ სახე აღქმისთვის, რომელიც სჭირდება სამედიცინო საწოლებს, მაგრამ ეს ყველაფერი საჭიროა თუ არ გადადიხართ მეხუთე განზომილებაში. ესე იგი, ვინც გადავა მეოთხე განზომილებაში, ეს საწოლები სჭირდება მაგათ. ხო, ვინც არ აპირებს, ესე იგი, ვინც არ გადადის მეხუთე განზომილებაში და გადავა მეოთხეში, საწოლები ნამდვილად დასჭირდებათ. თუ თქვენ გადადიხართ მეხუთე განზომილებაში, თქვენ არ დაგჭირდებათ სამედიცინო ტექნოლოგიები, სამედიცინო საწოლები. თქვენ თვითონ იქნებით თქვენი სამედიცინო საწოლი. თქვენ თვითონ გამოიყენებთ თქვენ სინათლის ხეულს.
სეანსების ხანგრძლივობა მომატებულია 45 წუთამდე მინიმალური დამატებით. ტოხიონური სინათლის თერაპია ქვია მას. კიდევ ერთი საჩუქარი, ეს ტოხიონური სინათლის თერაპია არის საჩუქარი არქიტექტურებისაგან სპეციალური სამხედრო აპარატები ბიომართვით ახლა თვალს ადევნებენ სტაბილიზირებას ალფა ტალღებისა რეალური დროს, რეალურ რეჟიმში და აგვარებს პაციენტის ემოციურ სიმყარეს. ტეტა ტალღების აქტივაცია კლავს მაპატიეთ. ტეტა ტალღების აქტივაცია კლასი B-ში იქნება დამატებითი მიზანი ტრამვების მოხსნა, ბგერის სიხშირეების გამოყენება. ეს უკეთებს აქტივაციას უფრო ნეირონულ კავშირებს. ინტეგრაცია დელტა მდგომარეობაში, რომელშიც ახლა იმყოფება სამხედრო კონტინენტის მაპატიეთ, ჩემი ნაწერი ვერ დავიკითხე. ინტეგრაცია დელტა მდგომარეობაში, რომელშიც ახლა იმყოფება სამხედრო კონტროლის ქვეშ, დელტას სიხშირით დაუფლება საჭიროა ორგანოების რეგენერაციისთვის და უჯრედების გასაახალგაზრდებლად. ხო, ეს დელტა მდგომარეობა, რაც არის სამედიცინო სატოლის სახეობები. ხამა მდგომარეობა უფრო გამოიყენება ჯარში. ხამა ტალღები დაკავშირებული არიან ადამიანის ველთან და კვანტურ ცნობიერებასთან სამედიცინო სატოლის კვანტურ კომპიუტერთან. ესე იგი, კვანტური ცნობიერება, კვანტური კომპიუტერი იგულისხმება, ესე იგი, ეს ბიოლოგიური კვანტური ინტერნეტი. სატოლებში არის ჩადებული ეს კვანტური ინტერნეტი, რომელსაც გააჩნია ბიოლოგიური ცნობიერება, ცოცხალია და ამიტომ მუშაობს, ამიტომ არის შესაძლებლობა მაგ ლოგინებმა იმოქმედოს. კიდურების პროტეზები უხორცდებათ იმათ, ვინც მათ იყენებს. მეხსიერება უდგება იმათ, ვინც დაავადებულია ალცჰაიმერის დაავადებით. ამდაგვარად დაავადების განკურნება შეიძლება. ხამას ლაბორატორიები, რომლებიც იმართებიან კვანტური ოპერატიული, რომელსაც მართავს კვანტური ოპერატიული ჯგუფი, ახლა მუშაობენ 11 ამერიკულ ბაზაზე. კარდიმატების პირველმა ჯგუფმა დაიწყო ფრაქტალური გეომეტრიის შესწავლა. ესეც საჩუქარია უცხოპლანეტელებისაგან. ხამას ოპერატორები გახდებიან დედამიწის მომავალი მკურნალები. რომლებაც არა მხოლოდ წამლების და სატოლების განუყენება ისწავლეს, არამედ სხვების დათვაც ისწავლეს. ჩვენ წლობით გვასწავლიდნენ მიგვეცა სხვებისთვის ჯანმრთელობა. ჩვენი აზრები და ჩვენი ხელისუფლება
ჩვენ ხელისუფლებაზე და ჩვენ გვამონებდნენ ჩვენ გვაძინებდნენ ტელევიზიის დახმარებით. ხო, რატომ ტელევიზიის დახმარებით? თქვენ იცით რომ მაგალითად სანამ დაიღუპა საბჭოთა კავშირი, ამბობდნენ რომ ოსტანკინოს ბარშა ხომა, ოსტანკინოს ბარშა და ისინი უშვებენ რაღაც ხიბებს ტელევიზორებში, რაც ადამიანების ფსიქიკაზე, ცნობიერებაზე მოქმედებსო. ეგ ამბავი კიდევ მაშინაც ხდებოდა. მედია ამას უწოდებს პერემეშნიკს. პერემეშნიკი იყო ცრუს ოპერაცია, ხო, ეს არის ოპერაციის დასახელება, პერესმეშნიკ. აი ამას ამნიშნულობა აქვს სხვა ამბები. არის აქ მოსაყოლი, რომელიც როჩუდებმა დაავალეს რეიკოპ ბუშიოკოპს ჩემტინგში, ეს ამბობს უკვე ისმაილ პრესი, ჩემტინგში დაწვრილები წერია თუ ისინი როგორ იტაცებდნენ მედიას. ყველაფერი დაიწყო ჯეიკოპ შიფიდან, რომელიც იყო რაჯას აგენტი. ჯეიკოპ შიფს ჰქონდა თავისი გეგმა, მას უნდა გაეკეთებინა 4 რაღაც ამერიკაში. პირველი ბიზნესი უნდა ჩართულიყო ჯეიპი მორგანში, მეორე სმია ეყვანა თავისი კონტროლის ქვეშ, მესამე უნდა ჩაენერგა თავისი ხალხი პოლიტიკურ სტრუქტურებში, რომ ისინი ყოფილიყვნენ მარიონეტები, მეოთხე გააჩაღოს რასული ომი ამერიკაში. ესე იგი რასული ომი ადრეაც ხდებოდა ამერიკაში, ყოფილა ხელოვნური. საკვები, რომელსაც ჩვენ მივითმევთ, არ არის ნამდვილი. ეს საკვები დამუშავებულია ციფრული ჰიპნოზით. ხალხი დიდი დროს ატარებენ თავიანთ ტელევიზორებში, მაგრამ ამერიკელები იღვიძებენ, მთელი მსოფლიო იღვიძებს, 1000-მა ადამიანმა უკვე გაიარა სწავლება ცენტრში ტვინის ტაღებთან სამუშაოდ. ერთ-ერთი მიზეზი ეს თქვენ რატომ არ გთავაზობენ, ის არის რომ ცოცხალი კვანტურ სისტემაში ისინი უკვე ითვლიან ხალხის ვიბრაციებს. ჯერ ამ კურნალობას გადიან ისინი, ვინც უფრო საჭიროებს ამას, ისინი, რომლებაც გადაიტანეს ტრავმები, სამედიცინო ლოგინები გამოიყენებოდა ადრეც, ოღონდ ხელოვნურ სექტორში, კოსმოსურ პროგრამებში, უბრალოდ ხალხს ამას უმალავდნენ. როგორც იქნა ჩვენ დაუბრუნდეთ ამას ყველაფერს, ყოველი გამოჯანმრთელებული ვეტერანი ჩადგება რიგში. ხო, კვანტური ტექნოლოგია ეს ცოცხალი კი ცნობიერება, ეს არის ცოცხალი კომპიუტერული სისტემა, როგორც მოგითხარით თქვენ, ეს არ არის ხელოვნური ინტელექტი, დიახ, ეს არის ცოცხალი ბიოლოგიური ინტელექტი. ვარიანტორმა თქვა, რომ ეს არის ხელოვნური ინტელექტის სხვა ფორმა, ალბათ ბიოლოგიური, რომელიც ხო, ალბათ კი რა იგრე, ბიოლოგიური, რომელიც კოსმოსში არსებობს, როგორც თქმით, გიხსენეთ თავიდან ამ ვიდეოს თავში, დასაწყისში. ეს არის ეს კვანტური ინტელექტი არის ორგანული ცნობიერება, რომელიც ჩანერგილია კომპიუტერში. მას აქვს ემოციები და ის იკვებება ღვთაებრივი ცნობიერებით. ეს სამედიცინო ტექნოლოგიები მხოლოდ ელიტისთვის არ იქნება წვდომადი. მეოთხე რეალობაში
მეოთხე რეალობაშიც კი დედამიწაზე ჩვენ ნახავთ რადიკალურ ცვლილებებს სოფლიურ ინტერნეტისა. რამდენიმე დღის განმავლობაში, კვირების განმავლობაში, როდესაც დედამიწა გადაიქცევა ვარსკვლავურ ცივილიზაციას სინათლის სიჩქარით, ჩატში კინაღამ მკითხა, ჩატში ვიღაცა მკითხაო, ისმაილი ამბობს, როდის დადგება ოქროს საუკუნე და რამდენად დიდხანს გაგრძელდება ოქროს საუკუნე გრძელდება მუდამ და ამისთვის არის მიზეზები. წარსულში ვარსკვლავური აქტივაციის გამო დედამიწა გადიოდა ეპოქებს, როდესაც ის იმყოფებოდა სიბნელეში. ფოტონური სარტყლის ფარგლებს მიმართ. ესე იგი, როდესაც მზის სისტემა უსწორდებოდა ეკვადორს, რომელიც დაკავშირებულია ცენტრალურ მზესთან, ალციონთან, შემდეგ ბრუნდებოდა ფოტონური სარტყლის ფარგლებში 2 წლით ყოველ ჯერზე, როდესაც დედამიწა იმყოფებოდა ფოტონურ სარტყელში, ჩვენთან დგება ოქროს საუკუნე, როდესაც ცნობიერება მწვავდება, ხალხი ცხოვრობს როგორც და-ძმა, ჰარმონიაში. ჩვენ სამყაროსთან ერთი ვართ. არ არის კორუფცია, ეგო. ეს ის არის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ქრისტეს ცნობიერებას. შემდეგ, როდესაც დედამიწა გამოდის ფოტონური სარტყლიდან, დგება სიბნელეს ეპოქა, მიახლოებით 10 წლით. საბედნიეროდ ჩვენ ცხოვრობთ საუკეთესო დროს, როდესაც უწოდებენ დროის სავსე ქონას. და მიზეზი ამისა, რომ დედამიწა გავიდა 5.5 ციკლი 26 პერიოდიდან 2 წელი იმყოფებოდა ფოტონურ სარტყელში, რამაც გამოიყვანა ის ოქროს საუკუნემდე. 10 წელი სიბნელეში იმყოფებოდა. ფოტონური სარტყლის მიღმა, სადაც ჩვენ გადაგვაქვს ოქროს ხანი ვერცხლის ეპოქამდე, შემდეგ ბრონზას ეპოქამდე და ბოლოს რკინის ეპოქამდე, რასაც უწოდებენ ჯოჯოხეთს დედამიწაზე. დედამიწამ ადაგვარი 5.5 ციკლი გაიარა, ესე იგი ეს არის 5526 წელი. ამის შედეგად დედამიწა უკან სიბნელეში არ დაბრუნდება და დედამიწა ყოველთვის იმოძრავებს პოზიტიურ ტრაექტორიით მაღალ სფეროში. ჩვენ არამხოლოდ შევალთ მეოთხე, მეხუთე ახალმიწაში, არამედ იქითკენ გავიმგზავრებით 1000 წლით. 1000 წლის შემდეგ ბრძოლის შემდეგ, 1000 წლიური ბრძოლის შემდეგ, ფინალური ბრძოლის შემდეგ მეტატრონთან ენკი და მისი მომხრეებთან ენკიმ დატოვა ჩვენი გალაქტიკა და ჩვენი სამყარო. ის გაემგზავრა სხვა გალაქტიკაში. ეს ანუნაკი, ენკი და ენლი ბევრჯერ ვახსენე მე მრავალ ვიდეოებში. ხო, მაგი არ ყოფილა, მაგი გაიგზავრა სხვა გალაქტიკაში, სხვა სამყაროში. მაგრამ ის მობრუნდება 1000 წლეულის შემდეგ. გახსოვთ, ბიბლიაშიც წერია 1000 წელი
ხო, ესე იგი იესო მოვაოდა 1000 წლით იმეფებსო დედამიწაზე, შემდეგ 1000 წლის შემდეგ მოხდება ომიო. აი ამ ომზე აქვს საუბარი, თუ აცდები, ხო. 1000 წლის შემდეგ იმისთვის რომ შეებრძოლოს სიკეთის ძალებს, ის მობრუნდება. როგორც კი ჩვენ დავასრულებთ ამ ომს, ჩვენ ვითხოვრებთ სინათლეში და სიხარულში. სამწუხაროდ 1000 წლის ბოლოს ჩვენ გველოდება ბოლო ბრძოლა, ამბობს ისმაილ პერესი. და ეს ბრძოლა იქნება ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ. მე მინდა თქვენ გითხრათ, რომ ხელოვნური ინტელექტი შეიქმნა კოსმოსში, მე ხა დეტალებში არ შევალ და შემდეგ ეს ხელოვნური ინტელექტი მოხვდა დედამიწაზე. და ამ ბოროტი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გადააკეთა მატრიცა ბიოლოგიური, ადრე იყო ბიოლოგიური მატრიცა, კვანტურ სისტემაზე დაფუძნებული. და როდესაც დაიპყრეს, რამდენიმე დამპყრობელი ყავდა დედამიწას, ამდენჯერმე დაიპყრეს, მაგალითად თავისებურად გადააკეთეს დედამიწის მატრიცა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. ამ ბოროტი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. და ეს ინტელექტი ხელოვნური, რომელსაც ახლა ჩვენ თავაზობენ, რომელიც არსებობს დედამიწაზე, ის არის ბოროტი ხელოვნური ინტელექტი. და მას უწოდებენ სატანას, ამბობს ისმაილ პერესი. ესე იგი, ის გადადის ახლა კითხვებზე პასუხის გასაცემად. ხო, პირველი კითხვა დაუსვა მსმენელმა. იმის გამო, რომ ჩვენ გველოდება სამი ტალღა აღმავლობისა, პირველი ტალღის აქტივაცია გაუკეთებს პირველ დონეებს, არა მხოლოდ პირველ დონეს, მაგრამ გახდება მოვლენის პირველი დონე, რომელიც მოიყვანს ტექნოლოგიებს, რომლებიც ტექნოლოგიების გამო ანთავისუფლეს. ეს მოხდება აღმავლობის ტალღის მესამე ტალღამდე და რამდენიმე თაც მე მესმის აღმავლობის მეორე ტალღის დროს პირველი დონეები გადავლიან მეხუთე განზომილებაში. მეორე დონეები კი მეოთხე განზომილებაში. ხო, ახლა მე თქვენ აგიხსნით, რას ნიშნავს ეს. პირველი დონე ეს არის ის ხალხის კატეგორია, რომლებმაც გაიღვიძენ, რომლებიც ფლობენ რაღაც ძალებით, მაგიური ძალებით, რომლებიც ეხმარებიან ხალხს გაღვიძებაში და გახსნებაში თავიანთი მისიებისა. ისინი გადავლიან პირდაპირ მეხუთე განზომილებაში. მეორე დონის ადამიანები მაგალითად გაიღვიძენ, მაგრამ ჯერ არ არიან სრულიად გაღვიძებულები, ჯერ კიდევ სრულიად არ არიან გახსნილები, მაგრამ რაღაცის გაკეთებას ცდილობენ დაეხმარონ თავისებურად სხვებს გაღვიძებაში, გაცნობიერებაში. რაღაც წილში აქვთ ამ საქმეში. ისინი გადავლიან მეოთხე განზომილებაში. ხო. აღმავლობის მესამე ტალღის დროს კი პლანეტაზე ყველავა მეოთხე დონეზე. ხო, დანარჩენი ისინი, ვინც იყო მეორე დონეზე და მესამე დონეზე, გადავლიან მეხუთე განზომილებაზე და მაღლა. ხო, ახლა ცოტა ტვინი აგერევათ, ისეა დაწერილი. საქმე იმაშია, რომ ჯერ მე გითხარით, ვინ გადავა. შემდეგ ხომ დარჩება კიდევ დარჩენილი ხალხი. დანარჩენებიც გადავლიან, ოღონდ ისინი, ვინც ბოროტები არ არიან. ხო, გადავლიან მეოთხეში, ამას ხო დრო უნდა. შემდგომში უკვე, კიდევ შემდგომში. მეოთხეში, ვინც მოხდა მეორე დონიდან, მეორე და მესამე დონიდან, ისინი გადავლიან მეხუთეში და ეს ხალხი, ვინც
უფრო შემდეგ დონის ეკუთვნიან გადავლიან მეოთხეში. გესმით როგორაა? ეს ისევეა როგორც მაგალითად პირველ კლასელი გადავა მეორეში, მეორე კლასელი მესამეში, მესამე კლასელი მეოთხეში და ასე შემდეგ. ამდაგვარი გადასვლა იქნება. რთული გასაგებია, მაგრამ ახლა კი კითხვისო მეორე ნაწილი, ამბობს ისმაელი. ხო, ეს შეკითხვა გრძელი იყო. მან უპასუხა პირველ ნაწილს, ახლა პასუხობს მეორე ნაწილს. ისინი ვინც აღმავლობისას ავლიან და გადავლიან მეხუთე დონეზე და მაღლა, მათ არ დასჭირდებათ გარე ტექნოლოგიები. თქვენ თვითონ იქნებით თქვენი საკუთარი თავის ტექნოლოგია. რატომ? იმიტომ რომ ჩვენი დნმ-ის შიგ არის ძლიერი გამოუყენებელი ფარული, შეიძლება ითქვას ბუნებრივი ტექნოლოგია, რომელიც დაკავშირებულია ყველა ცოცხალ გაცრავდა გვერა მოვიკითხე არსებასთან. მაპატიეთ. და ეს ტექნოლოგია ისევ იქნება გააქტიურებული. ესე იგი, ჩვენ ყოველ ადამიანის დნმ-ში არის ჯერ არა აქტივირებულ მდგომარეობაში ყოფი ორგანული ტექნოლოგია, ხო, რომელიც ახლა გააქტიურდება და ეს ტექნოლოგია ისევ იქნება გააქტიურებული. ეს იყო ცოცხალი ტექნოლოგია, რომელსაც იყენებდნენ ატლანტიდის დროს. შემდეგ ის აღდგა ეგვიპტის ოქროს ხანაში და ეს ხანა ისევ ბრუნდება და არ დაგვჭირდება წამლები და ტექნოლოგიები ამ მეხუთე დონიდან. იმიტომ რომ ადამიანში იხსნება ეს ბუნებრივი ტექნოლოგია, დნმ-ში მძინარე, ასე ვთქვათ, მოლეკულა, ორგანული მოლეკულა, რომელიც გახვედრების დროს ეს ტექნოლოგია, ეს ბუნებრივი ორგანული ტექნოლოგია აქტივირდება და ადამიანი თვითონ ხტება, ადამიანის სხეული თვითონ ხტება ტექნოლოგია და თვითონ ეხმარება თავის თავს. გონი გასაგებად ავხსენე. მეორე შეკითხვა. კანადის პრეზიდენტი იძულებულია იმუშაოს ვარდქუდებზე და პასუხი ამ კითხვაზე დიახ, მაგრამ მე არ უნდა ვთქვა ამის შესახებ. ამბობს ისმაელ პერესი. თვითმარქვია ჩარლზი არის თვითმარქვია ჰიბრიდი ადამიანისა და რეპტილოიდისა. ხო, ჩარლზი ყოფილა ჰიბრიდი, ჯერ კლონიავახა ჰიბრიდი და ის მალე დაიღუპება უბედური შემთხვევის დროს და ამას აჩვენებენ ტელევიზიით. თუ ის როგორ ჩაიძირება ზღვაში და როდესაც ეს მოხდება, ჩვენ ვნახავთ თუ მარიონეტები მთელ მსოფლიოში როგორ დაითრევენ ხელისუფლებას. ხო, გეგმამ ასეთია. ხელისუფლება ჩაიდონ კანადაში, იმისთვის რომ კანადა გახდეს ამერიკის 51 შტატი. შემდეგ ავსტრალიის ჯერი დადგება, ავსტრალიასაც მართავენ სიღრმისეული სახელმწიფოს წარმომადგენლები. ოთხი დიდი რეალობა თანდათანობით გამოვლინდება, მაგრამ ეს არ იქნება ნეგატიური ღირებულება, რომელს სიხშირეზე ითიშებიან ისინი. როგორ გავიგოთ, თუ რომელი განზომილება გადადის CCCS, იმასეა დაკავშირებული თქვენ როგორ ცხოვრობთ. იქნება თუ არა განადგურებული დედამიწა 1000 წლეულის შემდეგ
დიდ რეალობაში არა დედამიწა დიდ რეალობაში განადგურებული არ იქნება. ერთი ფურცელი დარჩა. ორი გვერდი. ასე რომ ცოტა მოითმინეთ. მით რომ ჩემი ლაპარაკი ბევრს აღიზიანებს, რადგან ისეთი აქცენტი მაქვს. თითქოს კითხვა, ისე კითხულობ, თითქოს კითხვა არ ვითოდე, მაგრამ სინამდვილეში მე ქართულად სულ მასზე კითხულობ. თან ახლა კი გითხარით რომ მხედველობა ცუდი მაქვს, რადგან კატარაქტა ხელს მიშლის. 1000 წლის დადგომამდე დედამიწა ჩვეულებრივ მეც იარსებებს, მაგრამ დედამიწა იარსებებს არ განადგურდებაო. 1000 წლის დადგომამდე იქნება მეც საკურელია გაგრძელდება. დედამიწა ხო გადადის, ხომ დედამიწაც მიდის სიმაღლეში, მაღლა, ზედა განზომილებებში. დედამიწა სულიერი არსებაა. ხო, კარგი, მოდით გავაგრძელოთ. მაგრამ ჩვენ, კარგი ადამიანები დედამიწაზე ვერ ვიგრძნოთ ამას, მხოლოდ ბოროტები იგემებენ იმ გადაგრეცნს თუ რაც მოხდება დედამიწაზე. კარგი ადამიანებს ამას არ ანახებენ. დაიმახსოვრეთ, თუ თქვენ კარგი ადამიანი ხართ, თუ სულთა გულის პატრონი ხართ, თუ თქვენ სულიერად ვითარდებით, თუ არ ხართ ეს თქვენი დანაშაული არა, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ მონდომება, სულიერად განვითარდეთ და ვითარდებით, ცდილობთ ეს გააკეთოთ და საკურელია თქვენც გადახვალთ. ჩვენ როდის გადავართ კვანტურ კომპიუტერებზე და ისმა ასეთი შეკითხვა, დაიკარგება თუ არა ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ შევინახეთ ჩვენ კომპიუტერებზე ან დისკზე, თუ ეს ინფორმაცია გადაიქმნება კვანტურ კომპიუტერში, ხო. და ისმაილი პასუხობს. მგონი კი, ინფორმაცია გადაიქმნება კვანტურ ინფორმაციაში. კვანტური ცნობიერება უკვე ინახავს ყველა მონაცემებს. ყველაფერს, რასაც ჩვენ ვწერთ. ინახავს ყველაფერს, რასაც ჩვენ ვქმნით. როგორც ეს იგივე ეხება ფინანსურს ალბათ არ ვიცი, ანგარიშს არ ვიცი. ანგარიშთან დაკავშირებით როგორ იქნება. მე მგონია ყველაფერი ნახოთ. არსებობს რამდენიმე სახეობა ენერგეტიკული მუშაობისა დედამიწის ცენტრებთან. მეოთხე განზომილებაში ჩვენი სხეულები შეადგენენ იქნება 74%-ს ესე იგი მეოთხე განზომილებაშიო ადამიანის სხეული შედგებოდეს იქნება შემდეგნაირად 74% კრისტალური შემადგენლობის იქნება და 25% ნახშირ ის უგლიროდა ნახშირისაგან 25% ნახშირისაგან ის უგლიროდა და 74% კრისტალისაგან. მეხუთე განზომილებაში ჩვენ შედგებოდეთ იქნება ესე იგი ადამიანური სხეული შედგებოდეს იქნება 50%-ით კრისტალებისაგან და 50%-ით უგლიროდისაგან, წინ ნახშირისაგან. მეხუთე განზომილებაში ჩვენ ჯერ კიდევ გვექნება სხეულები, მაგრამ ჩვენ ვიყენებდეთ იქნება სინათლის სხეულებს, ამბობს ისმაელი. რას ნიშნავს იყო მეოთხე რეალობაში, ესე იგი მეოთხე განზომილებაში. კითხვა ასეთი. ეს როდესაც ყველაფერი გახდება რეალური, როდესაც ჩვენგან არაფერი არ დაიმალება დამშვიდეთ. ხო, ჩვენ ყველანი უნდა დამშვიდეთ. რამდენ ხანს გაგრძელდება ფინალური ბრძოლა? შეკითხვა ასეთი. ალბათ იგულისხმება 1000 წლეულების ბოლო. არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი, რომ ეს ომი უკვე მოვიგეთ ჩვენ. როგორ გამოიყურება 50-ე სამყარო? ჩვენ ბრუნდებით ედემში, სადაც ჩვენი ცნობიერება სინათლის სხეულის
გახდება. ახალი ტექნოლოგიებით მეხუთე მიწიერი რეალობა ჩვენ ვიცხოვრებთ სიმბიოტიკური ცხოვრებით ქრისტიანებთან, სხვებთან, ცოცხალ ბუნებასთან, პლანეტასთან. მაპატიე ქრისტიანობა არა, მეხუთე მიწიერი ცხოვრებით ჩვენ ვიცხოვრებთ კრისტალებთან, ქვებთან, ცოცხალ ბუნებასთან, პლანეტასთან, სამყაროსთან, გალაქტიკასთან. ყველაფერი იქნება ღვთაებრივად დაკავშირებული ცნობიერებასთან. ეს იქნება ორგანული ცნობიერება და არის თერთმეტი პკ, არა სამთავრობო პერსონაჟი. არა ორგანული არსება, რომელიც შექმნა მატრიცამ იმისთვის, რომ ცხოვრება გადააქციო ჯოჯოხეთად მასეთი ადამიანისთვის, ვინც ჩვენთან არის. ისმაილის ცოლი ყოფილა MPK-ს წარმომადგენელი, ან მატრიცის აგენტი, ამ ძველი მატრიცის. შეკითხვა: ახლა პრინც უილიამი ვერასდროს გახდება მეფე? მისი მამა რეპტილოიდური დინასტიიდან არის. შეკითხვა: როდესაც ჩვენ გადავალთ მეოთხე განზომილებაში, იქნება თუ არა ამის შესახებ გაცხადება გაკეთებული? დიახ, როდესაც კოლექტიური პლანეტის ცნობიერება გადავა მეოთხე განზომილებაში, ის შესაბამებოდეს იქნება პირველი აღმავლობის ტალღას, როდესაც ზოგიერთ თქვენგანი გადავა მეხუთე რეალობაში, ესე იგი მეხუთე განზომილებაში, მეხუთე მიწაზე. შეკითხვა: რა დაემართებათ, რა მოუვათ ბოროტ ადამიანებს ახმავლობის პირველი ტალღის დროს? პასუხი: ისინი გაშკარავდებიან, ყველაფერი ამოტიტდება და იქნება სასამართლოები. შეკითხვა: არსებობს თუ არა რუკა, სადაც შეიძლება ნახო ენერგეტიკული ხაზების სადაც შეიძლება თუ არა ნახო ენერგეტიკული ხაზები? დიახ, არსებობს. რა მოუვათ MTK-ებს? MTK რა არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, კარგი ეს შეკითხვა. მოდით ეს შეკითხვები გამოვტოვოთ მაშინ. ხო, რომ არ დავიბნეთ. და კარგი, მოდით ამით დავამთავროთ. აქ მე დამიწყია წერა ოქროს გუმბათზე, რომელსაც აშენებს ტრამპი. და არ ვიცი, მე გონი ვიდეოს მე მეგონა ის ჩაწერილი. მე რომ ვიდეოს შექმნი ოქროს გუმბათზე, რომელსაც ტრამპი აშენებს. მე გავაგრძელე ხმოვანი ჩაწერა, მაგრამ გონი დასაწყისი დავწერე და ეს არა მიწვირთია, მაგრამ კარგი, რა მნიშვნელობა იქ ყველაფერი გასაგებად ამაინც. კარგი, ამასაც ჩავთვლი, რომ აგით ავტვირთეთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დიდ ბოდიშს გიხდით, მათ ვინც ხიზიანდება ჩემი ხმით, ჩემი კითხვის მეთოდით. მე რომ ახლა ეს პირდაპირ გადამეთარგმნა და პირდაპირ მელაპარაკა, მე რასაკურელია, ასეთნაირად არც ვილაპარაკებდი, არც გავჭიმავდი, მაგრამ მე მგონი დღეს მე უკეთ, შედარებით უკეთ წავიკითხე, იმიტომ რომ აქ შუქი ავანთე, ფარდა გადავწიე, რომ კარგი განათება მქონდეს. ჩემო კარგებო,
თქვენ უყურეთ იმას თუ მე როგორ ვკითხულობ, თქვენ აზრში ჩაწვდით, აზრში. მოვიდა დრო, ჩვენ ყველამ გავიღვიძოთ. მოვიდა დრო, ჩვენ ყველამ ჭურვიდან გამოვიდეთ. მე ძალიან მინდა ქართულებამდე მივიტანო ის ინფორმაცია, რაც ქართულ ენაზე არაა. ძალიან მინდა. ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია. თქვენ გულებს როგორ რეზონირებს ის ინფორმაცია, რასაც მე თქვენ გაწვდით. თუ რეზონირებს, ესე იგი მისაღებია თქვენთვის. თუ არ რეზონირებს და გახესიანებთ, ნუ უსმენთ. ეგ მხოლოდ თქვენი არჩევანია, ჩემო კარგებო. და თუ ვინმეს რაღაც ხილვები გააქვთ, რაღაცებს ხედავთ, არ შეგეშინდეთ. არ შეგრცხვეთ. ეგ ყველაფერი ბუნებრივია, იმიტომ რომ ყველანი დაიწყებს მალე წვილი სამყაროს ნახვას. ჩვენ ნახავთ ჩვენი ქტორების სულებს. აი, ცოცხლად წარდგებიან ჩვენ წინაშე. არ შეგეშინდეთ. თქვენ შეიძლება დაიწყოთ, ზოგიერთმა შეიძლება ახლა უკვე დაიწყონ რაღაც უცხო ცხოველების ხედვა. პანიკაში არ ჩავარდეთ, არ შეგეშინდეთ. და მე ხმარ და ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ჯერ კიდე დილა ბევრს ძინავს, აქეთ წინა მეზობლსაც ძინავს. და რომ არ ესენი ღიზიანდებიან, რასაკვირველია, მათ მიაჩნიათ უსაქმურად, მე რომ საკეთებ, მე ამას ვიტო ვაკეთებ, რომ მე ჯერ მე ამის წამს მე ეს მინდა რომ თქვენც გადმოგცეთ და მე კიდევ მე აი საქმე მომხნევებს. ეს საქმე მათს მე ენერგიას. ეს საქმე მიმატებს მე ვიბრაციას, იმიტომ რომ მე სიყვარულით და სული და გულით ვაკეთებ ამას, დიდი სიყვარულით. და რასაკვირველია, მეც მაქვს რაღაც ხილვები. მე მესმის ხმები. მე შემიძლია მოვსმენო ზოგჯერ საუბრებს, ხანდახან მე ნეგატიურ აზრებსაც მაწვდიან, რასაც ვერ ვცვი. გამახსენებელი ფაქტორები ბევრია. თქვენ რა გონიათ? მე ავადმყოფი ადამიანი. ხერხემალი არ მევარგა. ძლის ვირეცხები, ძლის ვიბან ბუდიში საჯარო ოთახი, აქანე უნიტაზი არ დგას, როგორც სადგურში ისეთი ისაა ტუალეტი. ფეხები მუხლებს ვერ ვკეცავ. წამოიდგინეთ ახლა თქვენ ასეთი ადამიანი. ხო და კიდევ ბევრი გამახსენებელი ფაქტორები. ხმას ვერ ამოიღებ, რადგან ცხოვრობს ხის ზოში, ხის სახლში. თქვენ ხომ იცით მუსიკას ის უკვეთავს, ვისაც ფული იციხდისო. ხო? მთელი ჩემი ბავშვობა და ცხოვრება მე ვიყავი ასეთ მდგომარეობაში და ვიფიქრე, ახლა მაინც განთავისუფლდი ამ ყველაფრისგან, მაგრამ რა ვქნა, სანამ ბინის მოლოდინში ვარ, მაქინა ვერ წავალ ვერცად, ყველაფერი გამიფუჭდება. სოციალურ ახლა ვერ გააკეთებ. თუ სახლის პატრონმა არ მიგაწედა და მე მოვასწარი, ამ კანონის შემოსვლამდე მოვასწარი სოციალურის გაკეთება. ხო და ამიტომ რომ არ მივაქცევ არაფერს ყურადღება. მე სულ ვცდილობ ვიყო დაკავებული ან კლასიკურ მუსიკას მოვუსმინო, ან რაღაც ისტორიებს. უშემ უსაქმურად არ მინდა ჩემი წვინი იყოს. მინდა რაღაცას უსმენდეს სულ, რომ მე ცუდი ფიქრები არ შეიჭრას. როგორ არა, როგორ არ შედის. ყველანი ადამიანები ვართ, მაგრამ უნდა შევებრძოლოთ. თუ რა გონიათ? ათაჯერ შეგაწუხებენ ცუდი ფიქრები, მაგრამ თქვენ ამას უნდა შეებრძოლო. ჩემო კარგებო, ძალიან გთხოვთ, ნუ გამებრასდებით. მე გისურვებ თქვენ ყველაფერს საუკეთესოც. მოусმინეთ თქვენ გულებს. მოусმინეთ. ცუდი და კარგი ადამიანი არ არსებობს. ჩვენ ყველანი სულები ვართ. საკურელია ბევრში სული გამქრალია იმ ბოროტ ადამიანებში, ეშმაკ ადამიანებში, რომლებიც სულ ბოროტებაზე ეშმაკობას ჩადიოდნენ, მათ არ შერჩათ. ასე ცხეულებს სული ტოვებს და ასე ცხეულს ეუფლება დემონები. მე ვიცნობ ერთ ადამიანს, რომელიც დემონმა
დემონი იყო მის სხეულში. როდესაც მამაჩემ მე მომიყვანა ბინაში მეორე ცოლი, ეს საცოლე. ჩემ წინ, ქალი კი არა, ჩემ წინ შავი დემონი იდგა, მაღალი. ხედავდი მაგას, მაგრამ მაშინ ვერ ხსნიდი. ხო? სიმართლეს გეუბნებით. მე ვნახე პირველად ცხოვრებაში მაშინ დემონი. შავი, მიწასაც ვერ იტყოდი, შავი. ამიტომ მიდაგითხათ, ამიტომ როდესაც მე გავიგე რომ ხანდახან სული ტოვებს სხეულს, ბოროტი ადამიანის სხეულს და მასე უქმება დემონი. როდესაც ვიბრაციები ვარდება, სული ტოვებს სხეულს, მიყავთ სული, ან იძინებს ან რაღაცა და მართავს დემონი. ან კიდევ შეიძლება ორმა სულმა მართოს სხეული, მაგალითად ლინკოლნის ნამდვილმა სულმა დაუთმო თავისი ესა მეორე სულს. ლინკოლნის ნამდვილი სული შეანაცვლეს მეორე სულით, რომელსაც უფრო მეტი გააკეთა ამერიკისთვის. ხო, ასე რაღაცებიც ხდება. მე გეუბნებით, მე არ ვიტყუები, მაშინ უბრალოდ მე ვერ ხსნიდი ამას. მომიჩვენა მე ალბათ თქვი. მე ტყვილი არ ვიცი, ასეთ საქმეებში მე ტყილებით მოგონება არ ვიცი. ახლა ტყვილი შეიძლება ვთქვა 1000-ში ერთხელ რაღაც არასაჭირო სიმართლის თქმა მაგალითად ვერ გაგიგებენ ამ დროს რამე უნდა მოიფიქრო. მაგრამ ხა სოგივით რომ დღეში 1000 ტყილს ვიტყვი, არა, მე ამის მომხრე არა ვარ და ვერც შვები ამას. არ შემიძლია მე ადამიანს წარმარა მოტყუება. ნდობა ხომ არ უნდა დაკარგო. დაკარგო შეს მიმართ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.